სტრატეგიული დისკუსია ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე უშიშროების საბჭოს დივნის პირდაპირ ჩართვა ახალ ამბებში. პრემიერი ოპონენტებს აკრიტიკებს ხარობა ოპოზიციას პოლიტიკური ქულების ჩაწერაში ადანაშაულებს და ლარის გარშემო მიმდინარე ღონისძიებებზე საუბრობს ჩართვა მთავრობის ხდომიდან. რა ხდება პარლამენტში მხარების პოზიციები ნახეთ რამდენიმე წუთში. პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს საინფორმაციო სამსახური. ეთერშია ახალი ამბები 11-ზე მე თამარ ურუშაძე ვარ. საქართველოში პირველად ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დისკუსია მიმდინარეობს. ეს არის ახალი ფორმატი, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და რომელმაც რეკომენდაციები უნდა მოამზადოს რეგიონის ქვეყნებისთვის. დისკუსიის ძირითადი თემებია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, შავი ზღვის აუზის ქვეყნების სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს როლი და ევროატლანტიკური სივრცის წინაშე არსებული გამოწვევები, მათთან ერთობლივად განკვავების გზები. თბილისის სტრატეგიული დისკუსიების პირველი ღონისძიება დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა. სურვილის ყველაზე ადეკვატური განხორციელება ქართულმა საზოგადოებამ ნათლად აირჩია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზა. გეოპოლიტიკურად ჩვენი სახელმწიფო დაუკავშირდა ევროატლანტიკურ სივრცეს, ხოლო პოლიტიკური მისწრაფებები ნათლად ჩამოყალიბდა როგორც მისწრაფება ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით. ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ნატოსთან თანამშრომლობით უშიშროების საბჭოს მდივანთან გვექნება ჩვენ კითხვები. დავით რაქუიაშვილი ახალი ამბების სტუმარია, ეს პირდაპირ ეთერში ჩაგვეცემა. დავით, მოგესალმებით. მოგესალმებით. პირველად იმართება ღონისძიება. დღეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი ფორმატით მიმდინარეობს ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი. მოკლედ რომ გითხრათ, რა არის თქვენი მიზანი, რას ელოდებით აი ამ დიალოგისგან? უპირველეს ყოვლისა ფორმატზე ვიტყვი ორი სიტყვით. თბილისის სტრატეგიული დისკუსია არის პრეზიდენტის ინიციატივა. პრეზიდენტის ხედვით უსაფრთხოებას და უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებას სჭირდება ფართო კონსენსუსი. ამ ხედვის ნაწილია ამ ფორმატის შემუშავებაში უსაფრთხოების თემის, როგორც საერთაშორისო ექსპერტების, ისე ქართული ექსპერტების მონაწილეობა. შესაბამისად ეს ფორმატი თავისთავად არის გამორჩეული იმითი, რომ მასში მონაწილეობას იღებს სრული სპექტრი, როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო უსაფრთხოების სექტორში მომუშავე პროფესიონალებისა. აი ვინ არიან, ვინ იმყოფებიან თბილისში ის ფიგურები, რომლებიც ძალიან რომელთა ყოფნაც ქვეყანაში თქვა ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში ეს არის ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი, ეს არის ბულგარეთის, ჩეხეთის, რუმინეთის უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები და უშიშროების საბჭოს მდივანი რუმინეთიდან. არიან ყოფილი მაყალჩინოსნები ევროპული დედაქალაქებიდან და ექსპერტული წრეების წარმომადგენლები. ბატონო დავით, არსებული მსოფლიოში არსებული ვითარების ფონზე დაანონსებული არის ტერორისტული აქტები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, პარალელურად ის პროცესები, რომელიც სირიაში მიმდინარეობს. დღეს თქვენ როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა რა შეგიძლიათ თქვათ, ბარს თუ არა ჩვენს კონკრეტული საფრთხის წინაშე? და ამ თემებზე ზოგადად თუ იქნება საუბარი ჩვენ კონტექსტში. საქართველო დღეს პრიზერის საფრთხის წინაშე არ დგას. თუმცა რეგიონში მიმდინარე პროცესები, განსაკუთრებით სირიაში თქვენ არის წამწავე ფაზაში გადასული კონფლიქტი. ამ მასშტაბის კონფლიქტს და ეს არის ადამიანური ტრაგედია, დაახლოებით სხვადასხვა მონაცემებით 400-დან 470,000-მდე ადამიანი არის უკვე გარდაცვლილი სირიის კონფლიქტში. ესეთი მასშტაბის კონფლიქტებს როგორც წესი აქვს პოტენციალი ეგრეთ წოდებული გადადინების. მით უმეტეს იმ ტერიტორიაზე და იმ რეგიონში, რომელიც სულ რამოდენიმე ასეული კილომეტრით არის დაშორებული. სირიის კონფლიქტი არის ერთადერთი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება უსაფრთხოების გარემო შეცვალოს შავი ზღვის რეგიონში. პირველ რიგში ეს არის რუსეთის ფედერაციის მიერ უკვე რეგულარულად განხორციელებადი და ეს არ არის მხოლოდ შავი ზღვა, დაწყებული ბალტიის ზღვიდან
ამთავრებული შავი ზღვიდან მთლიან სამხრეთ კავკასიით მიმდინარე militarization ამ militarizatsiis და რუსული რევიზიონისტული პოლიტიკის შედეგად რეგიონში დაძაბულობა ცხადია არსებობს. ამ ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ ამ არსებულ გარემოებაში უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს როლი განისაზღვროს და საქართველოს სტაბილურობა რა ნაბიჯები უნდა გადაიდგა საქართველოს მხრიდან ამ კუთხით შავი ზღვის რეგიონის მხრიდან და თქვენ თქვით რომ რეკომენდაციები იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი რომელსაც შეიმუშავებთ ამ დისკუსიის ფარგლებში. პირველ რიგში თქვენ იცით რომ ვარშავის სამიტზე ნატომ მიიღო გარკვეული რეკომენდაციები, ეს უკვე არის პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონის მიმართებაში. ამ პოლიტიკის ნაწილია და ამ პოლიტიკის ერთ-ერთი ასე ვთქვათ ბენეფიციარი და სარგებელი ვინც უნდა ნახოს რა თქმა უნდა ეს არის საქართველოს. ჩვენი მიზანი და ამ ღონისძიების ერთ-ერთი ამოცანა და რეკომენდაციები ზუსტად ამ მიმართულებით გაიცემა. თუ როგორ უნდა ჩაერთოს საქართველოს აი ამ უსაფრთხოების არქიტექტურაში თავიდანვე რომ იყოს მისი როლი, მისი კონტრიბუცია განსაზღვრული და ასევე ის გახდეს ჩვენი ქვეყანა გახდეს ერთ-ერთი მთავარი ადრესატი ამ უსაფრთხოების. დიდი მადლობა, მე დაგემშვიდობებით მაყურებელს შევახსენებ რომ დავით აქვიაშვილი უშიშროების საბჭოს მდივანი პასუხობდა ახალ ამბების კითხვებს.